ისევ მწვავე განცხადებების თემა ამერიკული ფარას ქართულ რეალობაში გადმოტანა. საუბარია კანონზე, რომელსაც გეგმის მიხედვით მმართველი გუნდი 2 თვის განმავლობაში თარგმნის, შემდეგ კი საჯარო მსჯელობას მოაწყობს. ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი რეგისტრაციას და ფინანსურ გამჭირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენით და ინტერესებით მოქმედებენ. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონი გაუქმდება. ოპოზიციაში კი ბოლო დროს განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიებს უწოდებენ, რომლის მიზანიც მოქალაქეების დაშინება. ეს მათი ინიციატივაც, რომ გამჭვირვალობის, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის სინამდვილეში რუსული კანონი გაუქმდეს და შემოიტანონ ეგრეთ წოდებული ამერიკული კანონი ფარა, ეს პროპაგანდისტული ხაზით ჩაუვარდა, ვინაიდან ერთი დღის მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ არბილებენ ფარას კანონს. შესაბამისად, ქართულ ოცნებას აღარ აქვს არანაირი საშუალება მოატყუოს საზოგადოება კვლავად და გადაარქვას რუსულ კანონს და დაარქვას ამერიკული კანონი, დაარქვას ბრიტანული კანონი. რა შეჭირდება ივანიშვილის რეჟიმს რუსული კანონის კიდევ უფრო გამკაცრება თუ არა დამატებითი ცენზურის და დამატებითი ავტორიტარიზმის საჭიროება. მით უფრო მაშინ, როდესაც ის ცდილობს გაამართლოს ეს, რომ ეს ამერიკულია, რაც ახალი არ არის და რუსულ კანონზე საბობდა, რომ ამერიკულია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სამი წელი ვერ გაყიდეს რუსული კანონი ამერიკულით, ეს ერთი. მეორე, არანაირი გამჭირვალობა ყალბი არ დადგა ამ კანონის მიღებით, თუ არა ის, რომ ევროპაზე უარი თქვა ივანიშვილმა, ისე როგორც დემოკრატიაზე. და მესამე იმ ტემპში წავიდნენ კონსპირაციების თეორიაში, რომ ლამის ახლა უკვე მალე ტრამპიც კი გამოაცხადონ deep state-ად. არ ვიცი, რატო შეიძლება გადაწყვიტო, რომ შეერთებული შტატების კანონი, რომელიც იყო მიღებული მაშინ, როდესაც იქ ბძვინვარებდა მაკარტეიზმი და ანტიბოლშევიკური მოძრაობა ცივი ომის დროს და იყო საფრთხე, რომ საბჭოთა კავშირი სხვადასხვა რბილი ძალის გამოყენებით ამერიკულ საზოგადოებაზე ზეგავლენას ახდენდა და ამის გამოწვევის გამო მიიღეს მაშინ კანონი ამ ლობიზმის კონტროლის შესახებ. დღეს ჩემთვის მართლა უცნაურია, ვერ ხვდები. ბოლშევიკური საფრთხე ქართული ოცნების სახით ალბათ უდგას ამ ქვეყანას და საკუთარ თავს როგორც ბოლშევიკურ საფრთხეს უნდა რომ დაუპირისპირდნენ ფარათი. მორიგი ბოდოა მათი მხრიდან, მავნებლურიდან ამოფარება თავისუფალ სამყაროში არსებულ ლეგიტიმურ რეგულაციებზე, რომელსაც საფერი საერთო არ აქვს იმასთან, რასაც ეს რეჟიმი აკეთებს. ეს რეჟიმი აკეთებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, განადგურების საქმეს, ჩვენი მტრის საქმეს სამწუხაროდ ივანიშვილის ძალაუფლების გადასარჩენად და ამის ნაწილია ეს სრულიად უტიფარი პროპაგანდა იმაზე, თითქოს ისინი რაც აკეთებენ არის იგივე რაც თავისუფალ სამყაროში ხდება, ეს ასე არ არის და ეს ყველა მის. მე ვფიქრობ, დრო არ უნდა დავეკარგა და წაუკითხავად დაკვეთილი პროტესტით არ უნდა შეგვეჩერებინა ეს პროცესი, რაც ხალხის ძალამ დავიწყეთ და უფრო ადრე ექნებოდა დაცვის საკანონმდებლო მექანიზმი საქართველოს და ის უფრო მეტად და უფრო ადრე იქნებოდა დაცული იმ რისკებისაგან, რა რისკებიც უკვე თვალანთელი გახდა. ხედავთ, რომ 50 მილიარდიანი ბიუჯეტით USAID, რომელიც დემოკრატიის მანათობელ შუქურად იყო წარმოდგენილი საქართველოს და ზოგადად მსოფლიოში, თურმე ის არის ბოროტების და კრიმინალების ბუდე. ეს არის სწორედ იმ დონორი ქვეყნის შეფასება ახალი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი მთავრობის და ადმინისტრაციის, რომელიც თვლის, რომ ის ჩადიოდა მავნებლობას. ფარას კანონი 10 წლეულებია მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს კანონი გუშინ არ ამოქმედებულა და ამ კანონს აქვს ძალიან, ასე ვთქვათ, კარგი გამოცდილება ამ კანონის მუშაობას და ფაქტია და ფაქტად რჩება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ კანონის დამსახურებით მოახერხა და საგარეო გავლენებისგან ყველაზე კარგად დაიცვა თავი. ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ ჩვენ ნათლად დავინახეთ თუ რამხელა გავლენებია გარედან შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის უხეში მცდელობები, მათ შორის გარედაფინანსების მეშვეობით, ეს იქნება არასამთავრობო სექტორი, მათ შორის მედია, ასე ვთქვათ, ზოგიერთი მედია საშუალებები და ხდება გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, შიდა პოლიტიკური პროცესების ხელოვნურად დამძიმების მცდელობა.